დემოკრატიის ინსტიტუტი აჭარის პროკურატურას 4 პუნქტიანი მოთხოვნით მიმართავს. გენო გელაძის განცხადებით, დროულად უნდა მოხდეს გაზეთ ბათუმელების ჟურნალისტის საქმის გამოძიება და სამართლებრივი შეფასება მიეცეს ბოლო დღეებში აღმოჩენილ ახალ გარემოებებს. მიმართვაში იმ მოწმეების დაკითხვაზეა საუბარი, რომლებმაც ორგანიზაციის ინფორმაციით ეკმიტანილი პირის იდენტიფიკაცია მოახდინეს. დემოკრატიის ინსტიტუტმა პროკურატურას ამავე საქმის განხილვისა და ფაქტზე რეაგირების მოთხოვნით 2009 წელს მიმართა. მაშინ არასამთავრობო ორგანიზაცია ჟურნალისტ თედო ჯორბენაძის მიმართ განხორციელებული შანტაჟის გამოძიებას მოითხოვდა. დაუყოვნებლივ უნდა დაიკითხონ ჟურნალისტები მოწმის სტატუსით, რომლებიც ადასტურებენ კონკრეტული პირის ბრალეულობას ჟურნალისტის მიმართ უკანონო ქმედების განხორციელებაში. მეორე, ახალი გარემოების გათვალისწინების სწორი შეფასება უნდა მიეცეს 2009 წლის 25 ნოემბერს ჟურნალისტის მიმართ განხორციელებულ უკანონო ქმედებას. მესამე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, უნდა შეფასდეს იმ პოლიციელთა ქმედება, რომელთაც 2011 წლის უკვე 20 ნოემბერს რეაგირება არ მოახდინეს ჟურნალისტთა მიერ მითითებულ ფაქტზე.